ქვეყანაში არსებულ რეპრესიებს შიმშილობით აპროტესტებენ რუსთაველის გამზირზე. პროტესტის უკიდურეს ფორმას მე-17 დღეა რაც მიმართავენ. პარლამენტის წინ გაშლილია კარვებიც. როგორ გრძნობენ თავს მოშიმშილეები, ლიზი ვეკუა გვერდდება ადგილიდან პირდაპირ ეთერში. ლიზი გისმენთ. გიორგი, უწყვეტი პროტესტის 351 და შიმშილობის მე-17 დღეს მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. ისინი კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ და 8-ვე მათგანი პროტესტის უკიდურეს ფორმას აქ მიმართავს, ათენებენ გამეს და მიმართავენ შიმშილობას. ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რომ ქართული ოცნება ყველანაირად ცდილობს რუსთაველის პროტესტის ჩახშობას, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პროტესტმა მიიღოს 24 საათიანი ხასიათი, სწორედ ამას ემსახურება მათი პროტესტი რუსთაველის გამზირზეც. ასევე ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან და შიმშილობას არ შეწყვეტენ, მანამ სანამ არ გათავისუფლებიან სინდისის პატიმრები და არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და ასევე მოშიმშილეები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ და გამოჰყოფენ ერთ ფაქტს, რომ 17 დღის განმავლობაში არც ერთი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენელი არ დაინტერესებულა მოშიმშილე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობით, არც სახალხო დამცველის რომელიმე წარმომადგენელი არ ყოფილა რუსთაველის გამზირზე მათთან შესახვედრად, მათ მოსანახულებლად და ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ არც ერთი დახმარების მანქანა, სასწრაფო დახმარების მანქანა არ გამოჰყო მათთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყვნენ ისინი, რადგან შესაძლებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველ წუთას ისე დამძიმდეს, რომ საჭიროებდნენ ჰოსპიტალში გადაყვანას. თუმცა ამ დრომდე ამ ყველაფერთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას კომენტარიც კი არ გაუკეთებია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი მოშიმშილეები ამბობენ, რომ არ უკვირთ ეს ყველაფერი ქართული ოცნების მხრიდან, რადგან მათ სურთ, რომ პროტესტი მაქსიმალურად ჩაახშონ. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ხელისუფლება ყურადღებას აჩენს, ეს ხალხი ციხეში ხვდება, ამიტომ ძალიან დიდად არ უნდა გიხაროდეს ამათი ყურადღება. მიუხედავად იმისა, ჩვენ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურად მიგვაჩნია, მას ხომ აქვს პრეტენზია, რომ ეს არის დე-ფაქტო ხელისუფლება და ჩვენც მაგ ფაქტს ვერ უარყოფთ, ისინი დე-ფაქტო ხელისუფლება არიან. და დე-ფაქტო ხელისუფლებას აქვს თავისი მოვალეობები, რომელიც უნდა შეასრულოს. ხშირ შემთხვევაში ეს ხელისუფლება ამ დე-ფაქტო ვალდებულებების შესრულებაზეც უარს ამბობს. მას ნამდვილად არ აწყობს ახლა რომ აღიაროს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა. ნორმალურად ვართ რა, როგორც მოშიმშილეს შეეფარება, ნამდვილად მხნედ გრძნობთ თავს და ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან. რა უნდა გინდოდეს ამ ხელისუფლებით? ხელისუფლება ჯერ ერთი ვაი ხელისუფლებაა, ეს ხელისუფლება არა. ამათთვის ხო ადამიანი საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. ადამიანი ამათთვის არაფერი ღირებული და ფასეული არ არის და რატომ მოგვიკითხავს ჩვენ? პირიქით, თუ გავწყდებით, თუ ცუდად ვიქნებით, ნაკლები ისა მოწინააღმდეგე ეყოლება. ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენ გამოგვიყვანოს ყველანაირად კრიმინალები და ხალხისთვის მიუღებელი. აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გვეშიმშილა უკიდურესი ფორმა. ჩვენი მოთხოვნები ის არის, რომ უპირველეს ყოვლისა ყველა პოლიტპატიმარი განთავისუფლდეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ახალი არჩევნების შედეგად შეიცვალოს არალეგიტიმური ხელისუფლება. რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების გარდა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული ზურა მენთეშაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში. ის გზის გადაკეტვის ბრალდებით ორჯერ დააკავეს, ანუ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აგრძელს და მანაც პროტესტის უკიდურეს ფორმას, ანუ შიმშილობას მიმართა და აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის მსგავსად გამოხატვას, როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.